რა ვიცი, იმდენჯერ ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ ჩელიაბინსკში ხო არ გინდათ გაიღვიძოთ, ჩელიაბინსკში ხო არ გინდათ გაიღვიძოთ, რომ თელმა დასავლეთმა მეგობრებო ჩელიაბინსკში გაიღვიძა. ისეთი გაცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგეთი გაცხადებები ვიარ გამიკეთებია ამ გადაცემაში, ისედაც გვაბრალებენ პრორუსობას და იმას რომ კრემლის აგენტები ვართ, მაგრამ არ ვიცი, ეხლა ტრამპზე ვერ იძახიან რომ კრემლის აგენტია და პუტინის აგენტი, მაგრამ ლანძღვა და თათხვა გამოწერილი აქვს ტრამპს. და ყველაზე უფრო მიხარია ის, რომ აი ჩვენ რო გვდებდნენ ეს სლავა უკრაინშიკები ბრას, რომ თურმე ჩვენ უკრაინისტვის ცუდი გვინდა, რომ ჩვენ სამშობლოს მოღალატეები ვართ, რომ ესე იგი ამ ომში მხარს არ უჭერთ უკრაინელებს. დღეს ტრამპი პირდაპირ ადანაშაულებს ზელენსკის, რომ ის ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ომისთვის, მის მიერ მითვისებული იქნა, რომ მან მიიყვანა ქვეყანა დანგრევამდე. ანუ ის განცხადებები კეთდება, რასაც ჩვენ 3-4 წლის წინ ვაკეთებდით ამ განცხადებებს, ჯერ კიდე ზელენსკი სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მანამდეც უკრაინის ხელისუფლებას დაღუპვისკენ მიყავდა ქვეყანა. და დღეს ათხართ მაინტერესებს სლავა უკრაინშიკებო, სადა ხართ? რაღაც ამერიკის დროშები აღარა ჩანს. უკრაინის დროშები ხო გადამალეთ აქციებიდან. ამერიკის დროშები გადამალეთ და ეხა გერმანიის დროშებს ხედავ რატომღაც და ბრიტანეთის დროშებს ხედავთ. გონიათ რომ გერმანია და ბრიტანეთი უშველის თქვენ საქმეს. აი ეს არის მეგობრებო ლუსტრაცია და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა რომ ყველაფერი რაც ჩვენ ვთქვით 100%-ით ახდა. მე ვთქვი გახსოვთ ალბათ რომ მოვა დრო და ზელენსკის თავისივე ხალხი ფეხები ჩამოკიდებს მეთქი და მართლაც ეს დღე აღარ არის შორს და ესეც მოხდება და ტრამპი რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით ადრე რომ აი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ზელენსკის ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ ეხლა სად არის ეს ორპარტიული მხარდაჭერა მაინტერესებს იმ დღეს ეხა გუშინ უსმენდი ეს გუბოზ სანიკიძე გამოვიდა და ლაპარაკობდა ახლა იმას არ იტეხავენ ეხლა ნიხს და ამბობენ რომ ნუ ამერიკა კი ეხლა განუდგა მაგრამ ევროპასაც დიდი ძალა აქვს ეხლა უკვე ევროპისკენ გადავიდნენ ეხლა ტრამპის გინება და ტრამპის ლანძღვა გამოწერილია და ეხლა ამათ გონიათ რომ ამ ესე იგი გერმანია და საფრანგეთი უშველის უკრაინას არავის არ სიამოვნებს უკრაინის დაღუპვა და სამწუხაროა რომ ამხელა დიდი ქვეყანა ბეღელი იყო უკრაინა მართლაც და არ ვიცი ეს იყო უმდიდრესი ქვეყანა და აი აქამდე რომ მივიდა ეს არის ძალიან სამწუხარო მაგრამ მიიყვანა თავისივე ხელისუფლებამ ეხლა ჩვენც ეხლა მიწაში ხო არ უნდა ჩავყვეთ ვინც კი წავა ამ მიწაშია რა ხო არ უნდა ჩავყვეთ იმ ქვეყანას რომელმაც თვითონვე ხარაკირი გაიკეთა და გაიკეთა უკრაინამ ხარაკირი უკრაინა მთლიანად შეისრუტება რუსეთის მიერ და ეს ამერიკელების მიერ ნათქვამიც იყო და მოხდება გადანაწილება მსოფლიოსი უკრაინის კი არა მარტო მთლიანად ჩინეთი უკრაინას ჩინეთი რუსეთი და ამერიკა გადაინაწილებენ დასავლეთს და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაც შეწყვეტს თავის არსებობას დიდი ალბათობით შეიძლება უკრაინის ბედი გაიზიაროს ბალტიისპირა ქვეყნებმა აი ბევრ შოჭყუას გვასწავლიან ჩვენ აი ნახავთ თქვენ მათ რა დღეში მოუწევთ ცხოვრება არ არის გამორიცხული პოლონეთსაც იგივე დღე დაადგეს ამიტომაც იყო რომ დონალდ ტუსკი გამოვიდა და თქვა რომ აი უკრაინის ჩაბარება და უკრაინისთვის მხარდაჭერის არ გამოცხადება და დანებება უკრაინაში ეს გამოიწვევს დასავლეთში ძალიან მძიმე შედეგებს. ვიციან მათ რომ მართლა მძიმე შედეგები მოყვება იმა ყველაფერს რასაც შემდგომში ჩვენ ვიხილავთ. და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ხელისუფლება მართლაც სწორად იქცეოდა რომ ელოდებოდა ამ ტრამპის არჩევნებს და გამწვავებაზე არ მიდიოდა. იმიტომ რომ იცოდნენ მათ რაც მოხდებოდა და მოხდა ის რაცაც რისი მოლოდინიც ჰქონდა. ფაქტობრივად ყველაფერი ისი ახდა როგორც ჩვენ ვარაუდობდით. ეხლა კი სრული კაპიტულაცია აქვს, სრული დეგრადირებული არის და განადგურებული ოპოზიცია, იმიტომ რომ არაფერი სალაპარაკო აღარ აქვს. ანუ გამოეცალათ ის თემა, რომ აი ამერიკა ჩვენ გვიჭერს, რომ ამერიკა ზელენსკის უჭერს ხარს. დღეს ზელენსკი მოიხსენია ტრამპმა უკანასკნელ მასხარად და არ ვიცი, ეს კიდევ რბილად ნათქვამი არის.
არც თუ ისე წარმატებული კომიკოსი და დიქტატორი. დონალდ ტრამპმა ზელენსკის როგორც გმირისა და დემოკრატიის მცველის იმიჯი დაამსხვრია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთი დღის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ზელენსკის ქმედებებით იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა. ტრამპი უკრაინის ლიდერის უმადურობაზეც მიანიშნებს. საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ზელენსკიმ ამერიკა დაითანხმა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელსაც ჩვენი ჩარევის გარეშე ვერც ვერასოდეს მოაგვარებდა. ჩვენ ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დავხარჯეთ და უკან არ გვიბრუნებენ. ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი არ იციან სად არის. ზელენსკი უარს აცხადებს არჩევნების ჩატარებაზე. მისი რეალური რეიტინგი დაბალია. მას მხოლოდ ის ეხერხებოდა, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე აცეკვებდა. იგი დიქტატორია არჩევნების გარეშე. ბაიდენს ომის დამთავრება არც უცდია. ევროპამ კრახი განიცადა. ზელენსკის კი სურს, რომ მუქთა ფულის მიღება განაგრძოს. ომს ვერ დაამთავრებ მხარეებთან საუბრის გარეშე. ის კი 3 წელი არავისთან საუბრობდა. ტრამპმა კიევი მისი სახაზინო დეპარტამენტის მდივნისადმი უხეშ მოპყრობაშიც დაადანაშაულა. ზელენსკის ადმინისტრაციას დაემუქრა და უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსეთისგან ოკეანე გვაშორებს, თუმცა ჩვენს მიერ დახარჯულ ფულს უკან არ გვიბრუნებენ. ამიტომ შევთანხმდით იშვიათ წიაღისეულზე. სკოტ ბესეტმა სახიფათო გზა გაიარა და ჩავიდა კიევში შეთანხმების გაფორმებისთვის. მას უხეშად მოექცნენ, უარი უთხრეს. ზელენსკის კი ეძინა და ვერ შეხვდა. ვფიქრობ, ამ შეთანხმებას გავაცოცხლებ. თუ არა და მას აღარ მოეწონება ის, რაც შემდეგ მოხდება. უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ყოფილა და დროა ჩატარდეს. ზელენსკის გმირის ნიღაბი ჩამოხსნა ილონ მასკმაც. მან X-ზე გააზიარა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ვიდრე ფრონტზე ბავშვები იღუპებოდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ვოგის ფოტოსესიაზე პოზირებდა. მასკმა ზელენსკი უკრაინის ციხეში ამერიკელი ჟურნალისტის გონსალო ლირის მოკლაშიც დაადანაშაულა და მისი, როგორც პრეზიდენტის მანდატი ეჭვქვეშ დააყენა. ზელენსკი უკრაინელი ხალხის ნებას ვერ წარმოადგენს, თუ კი პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნების გაუქმებას არ შეწყვეტს. სიტყვათა ომის მიუხედავად ზელენსკი ამერიკის პრაგმატიზმსა და იმ ევროპელ ლიდერებზე ამყარებს იმედს, რომელთაც მის ლეგიტიმაციაში ეჭვი არ შეაქვთ. იმედი მაქვს უკრაინელების ერთიანობისა და სიმამაცის, ევროპის ერთიანობის და ამერიკის პრაგმატულობის. უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა. სიმართლეა, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არჩეული სახელმწიფოს მეთაურია. ფაქტი, რომ სათანადო არჩევნები ვერ ჩატარდება შუა ომში, თანხმდრაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს. ზელენსკის დიქტატორად შერაცხვას არც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ეთანხმება, თუმცა ილონ მასკის სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ იმ არგუმენტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიქტატორის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რადგან მან გადადო არჩევნები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები, დაიჭირა ოპონენტები, მედია კი ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებარა. ეს არის განაჩენი ტრამპის მიერ გამოტანილი განაჩენი, არა მარტო ზელენსკისათვის, არამედ აი იმ შოლცისათვის, მაკრონისათვის, იმ დასავლეთის ლიდერებისათვის, რომლებიც ხვალ უკვე აღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ეხლა მათი ეს წყავწყავი და მათი ერთგვარი მხარდაჭერა ზელენსკისადმი, ეს არის უბრალოდ სიმართლე რომ გითხრათ, აი ორთქლის გამოშვება და არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელი არის, დასრულებულია, ნაცმოძრაობაც დასრულდა ამ ყველაფერთან ერთად. იმიტომ რომ აი გახსოვთ ეს ამერიკული დროშები, ტრამპი დრო თითქოს მხარს უჭერს მათ და აი იმ პოლიტიკას, რომელიც წარმოებს, ყველაფერი დამთავრდა. ამით ჩვენც დავისვენებთ, სოფლიოც დაისვენებს და ყველა დაისვენებს, იმიტომ რომ აი გასაგებია უკრაინელებისთვის ძიმე იქნება, მაგრამ საქართველოს გადარჩენილი არის. აი ის რომ ნერვიულობდით თქვენ და შიში გქონდათ, აი ხვალ რაღაცა იქნება, დამთავრდა, აი ყოველგვარი ეჭვები ხვალინდელი დღისა, ყოველგვარი მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა ცუდი მოხდება, ამით დასრულდა, იმიტომ რომ გამოეცალა ყველანაირი ძალა,
ოპოზიციასაც საქართველოში და მსოფლიოშიც ის პროცესები წავა, რომელიც პირიქით გააჯანსაღებს ყველა პროცესს, რომელიც უნდა წარიმართოს ქვეყნების დემოკრატიზაციისაკენ. დღეს უკრაინაში არის მართლაც კაციჭამია რეჟიმი, რომელიც ანადგურებს თავად უკრაინელებს და ყოველი დღე არის არნახული მსხვერპლი უკრაინისათვის და ამაზე აღშფოთებული ეხლა რაც ხდება მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე გაბრაზებული ჩვენი ოპოზიციის ლიდერები, აი ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ ძვირფასო მეგობრებო. დასავლეთები თავისუფალი სამყაროს ლიდერის წინააღმდეგ. ამერიკული Facebook-ის ქართული გვერდი ამერიკის ახალი პრეზიდენტის კრიტიკამ მოიცვა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სრულ ისტერიაში არიან. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წვავედ გააკრიტიკა და დიქტატორად მოიხსენია. ახლა ოპოზიციურად განწყობილ ქართულ საზოგადოებაში ყველა გლობალური პოლიტიკის ექსპერტია. პოლიტიკოსიც, აქტივისტიც, NGO სექტორის წარმომადგენელიც, მწერალიც და მუსიკოსიც კი. მეგობრებო, ტრამპი არის ცუდი სიზმარი. ვოლოდიმირ ზელენსკი არის თავისუფლების, დემოკრატიის და ცივილიზაციის ფარი და მთავარი დამცველი. დიქტატორი არის პუტინი, რომელმაც ყველა ოპონენტი ფიზიკურად გაანადგურა და არჩევნებს მართლა არ ატარებს. შენი პუტინის ჩმორი და უსამართლო დედა. ქართული ტრამპისებისგან ვისმენდი, კამალა სულედია. აი ახლა ხომ ყავთ ჭკვიანი. კამალა რომ სულედი ყოფილა და ეს დოღრიალა პოპულისტი ჭკვიანი. კონსპირაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპი კაკებეს აგენტია, რუსებს ნაყიდი ყავთ, კომპრომიტირებულია, საინტერესოა და გამორიცხულიც არაფერია. ვიცოდი რაც იყო ტრამპი, როცა პირველად გამოჩნდა არჩევნებში სიცილით მოუკვდი ამას სერიოზულად ვინ შეხედავს მეთქი. პანდემიის დროს გამოჩნდა რომ უბრალოდ უვიცი და ხეპრეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამერიკა არ არის ხიხოსტანი და ამ ასაფეთქებლად გამზადებულ შამპანიურებს გაუკეთებენ აქ ხიხოს და იქ კოცის უჟღალეს მიმინოს. ოპოზიციის სითამამე სოციალურ ქსელში რჩება. ტელეკამერების წინ კი ისინი თავშეკავებას ირჩევენ და მხოლოდ იმის თქმას ბედავენ, რომ დონალდ ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოველდღიური განცხადებები არის მისი განცხადებები. ფაქტი არის ერთი, რომ უნდა დამყარდეს უკრაინას მშვიდობა. როცა პირველად წაიკითხეთ დონალდ ტრამპის განცხადებას, რაც ზელენსკის უწოდებდა დიქტატორს, როგორი იყო თქვენი რეაქცია? ჩემი რეაქცია არის ის, რომ თავარი არის რა შედეგი დაიდება. მე არ ვიზიარებ და არც ჩვენი გუნდის არც ერთ არ იზიარებს ამ განცხადებებს. ოპოზიციურ ისტერიას პირველმა კანონმდებელმა სახელი უკვე დაარქვა. შალვა პაპუაშვილი ანტი-ამერიკულ კამპანიას ეწერს. ყველა ანტიქართველი რა უცბად აღმოჩნდა ანტიამერიკელი. უფრო ვრცლად ამ თემაზე სახელისუფლებო გუნდის სხვა ლიდერები საუბრობენ. მართველი პარტია მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დიპ სტეითისთვის გამოცხადებული ომის პირობებშიც კი ქართული ოპოზიცია გარე დაკვეთებს ვერ ელევა. ამიტომ ეხლა არ ვიცი რა სასაცილო ფრაზები იხმარეს. ხიხოსტანი ეს ლანა გალდავა რო ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებას დაიწყებს და ეს მეგა დივა ჩვენი მომღერალი მაია დარსმელიძეც რო გაპოლიტიკოს და ესე იგი ვის ებძვით თქვენ? ესე იგი ბიძინას ხო ებძვით? გასაგებია რომ ებძვით და ეხლა დაიწყეთ ბრძოლა ტრამპის წინააღმდეგაც. ესე იგი აი სასაცილო მდგომარეობაც აღარ ქვია ამ ყველაფერს მეგობრებო. ეს არის სატირალი თქვენ რა დღეშიც ეხა იმყოფებით და აი ამაზე მოწმობს ამ ყველაფერს ნათელი დასტური ის არის რომ ჩვენ უკვე ვხედავთ თუ აი ვისთან გვაქვს საქმე, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც ეხლა გუშინ იძახდნენ რომ ამერიკის შეერთებული შტატები რასაც იტყვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეხლა არ მოსწონთ ამერიკის შეერთებული შტატები. მაინტერესებს თქვენი მოსაწონი ვინმე არსებობს ამ ქვეყანაზე? ვინმე არის ერთის ჯორჯ სოროსი, რომელიც მიწაში წავიდა და მე მგონი წაგიყოლიებ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ხართ პოლიტიკური გვამები. ეს ლაშა ბუღაძე გამოვიდა და ნახეთ ერთი რა ფრაზები იხმარა აი ტრამპის მიმართ. ილონ მასკი რომელიც ხარს უჭერს ახლა ალტერნატივა გერმანიისათვის, კას რომელიც ეს პარტიას რომელიც პუტინისტური და ნეოფაშისტური თან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რაღაცა საოცრებებს ვისმენთ. გამოდის და ასე ვთქვათ ადარებს რომ გრეტა თუნბერგს თუ იტანთო, ილონ მასკიც
აიტანეთ რომ ადარებს ახლა 17 წლის გოგოს რომელიც ახლა უბრალოდ ლაპარაკობს მხოლოდ სიტყვებია მისი და თურმე მასგე რომელიც სუპერ მილიარდერი რომელიც რა ვიცი პლანეტას ფლობს და აი ამ დიდარი ძლიერი შერეკილი კაცების პირდაპირ შეიძლება და ერთი ფსიქოლოგის ანალიზს ვკითხულობდი მათ შორის ამერიკელის რომ ეს არის 11 წლის ბავშვები რომლებიც არიან დიდების სინამდვილეში მაგრამ ეს არის მოცულები მინდა და 11 წლის ცნობიერები არ ეწყინება მასკს გრეტა თუნბერგს რო შეადარეს ნუ ახლა მასკი ისეთ რეალობაშია რო ხო ერთი ამბავი მინდა აი მე არ გამიკვირდება მეგობრებო არ გამიკვირდება რომ ამათმა მივიდე ხვალ ამერიკის საელჩოსთან და დაწვან ტრამპის ფიტული თავად ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების დროშაც კი დაწვან მე ამას არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ აი უკრაინელები უკვე რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან იმის მაგვრად რომ ომში საომარი მოქმედებები განახორციელონ აგერ ნახეთ რას აკეთებენ Звертаемся до Дональда Трампа. Через тебе, паскуда, президенту Зеленському не відправляли зброю. Тобі більше не бути президентом. Ти зрадник і заплатиш кров'ю за те, що зробив. Слава Україні! აი ამით განადგურდება რუსეთი ტრამპი დაწვეს ეხლა მაინტერესებს ეს ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების თუ დაიწყებენ ამგვარი მეთოდებით ბრძოლას მაგრამ იქ თუ ტრამპს წვავენ ესენი ამათვის ქართველი ტრამპი არის ბიძინა ივანიშვილი ნახე რომ რას აკეთებენ ესე იგი თავრობისაგან ესენი საერთოდ ფსიქიატრიული პაციენტები არიან საწავიდეს ბიძინა უბოში საწავიდეს ბიძინა უბოში საწავიდეს ბიძინა უბოში საწავიდეს ბიძინა უბოში საწავიდეს თავიდან ამას რო უსმენდი ესენი ხო ამ რუსეთის ქალაქებზე აქვს გართულება და თავიდან ვერ მივხვდი უფაში გავიგე საწავიდეს ბიძინა უფაში მეზე მე კარგად რო აი მართლა აღარავით არის თქვენ შელოცვა არ გიშველით არც ლელა კაკულია გიშველით თქვენი სულიერი ლიდერი თქვენ ხო ლელა კაკულია და მიხეილ სააკაშვილი ყავთ ლიდერად და აი ეს რაღაცნაირად სამარცხვინო ხალხი და მე ვფიქრობ რომ ესენი უკვე არიან ფსიქიატრიული პაციენტები საქართველოში 10 ფსიქიატრიული კლინიკაც რო გაიხსნას არ ეშველება ამათი არაფერი არ გეშველებათ მეგობრებო იმიტომ რომ ახლა აი ამას რო ადამიანი იკადრებს რომ თავრობის ახთან მივლენ და საწავიდეს ბიძი და კუბოშიო რო იმაშვებიან და ის ოლეს რო იმღერებს კიდე მთელი ესე იგი მიტინგი მართლა ოლე კი არა და ის რაც რითაც აბოლოებთ მაგ თქვენ სამარცხვინო სიმღერაც აი მაგი გაგიკეთეს აი ერთ ადგილას უკვე რა თქვენ საწოდავებო თქვენა და დრო ვერ ხვდებით და თან ეს ექსპერტებიც რო გამოდიან კიდე და ესე ფილოსოფოსები და რაღაცა ტყელ სიტყვებს იძახიან და ეს არის ყველაზე სასაცილო კიდე სასაუბრო დაუდეს წინ და ამას თავისი გონი ასეთი შთაბეჭდილება იქნება ნამდვილად მაგრამ ნახეთ რაშია საქმე ტრამპი არის ბიზნესმენი ბიზნეს სტრატეგიები არის აბსოლუტურად განსხვავებული და პოლიტიკური სტრატეგიები და ბიზნესმენი ანუ შიდა ამერიკულ პროგრამებს მაგალითად უნდა დაზღვევა ასე შემდეგ და შემდეგ ხო მანიპულიროს მაგრამ რამდენადაც გამოქვეყნდა უკვე რეიტინგები ერთ თვის განმავლობაში 8%-იანი თუ 10%-იანი ვარდნა მისი რეიტინგისა უკვე ნათლად მოწმობს იმაზე რომ მაინც და მაინც ვერტში და სიტუაციას არეგულირებს ის ამ თავისი ნაბიჯებით იმიტომ რომ ფასების ზრდა ნამდვილად მოხდა შეერთებულ შტატებში არ ვიცი აი სასწაული არის მართლაც მეგობრებო ეს ხალხი ლაპარაკობენ რაღაც სისულელებს და ეხა ვინმეს გჯერა თქვენ რომ ტრამპმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე ვინმეს გჯერავთ ეხლა ამ ამბის ის ჯონსონი სად არის ერთი ჯონსონი რომ ბოდიშდა ნოტაციებს გვიკითხავდა რომ პუტინისკენ მივდივარ ჩვენ და თავად ამერიკის შეერთებული შტატები მიდის პუტინისკენ და ორმხრივი შეხვედრები შედგა სად არის ეს ჯონსონი
ეს ერთი მასხარა ამერიკაში წყავთ იქა და ეხა როგორც აი მტვერს გადაწმიდავ მაგიდას აი ესე გადაწმიდავს ტრამპი აი ამ ნაძირლებით დაკომპლექტებულ გარკვეულ აი ჯგუფს და ყველაზე სასიხარულო რა არის იცით რომ იცვლება პოლიტიკა საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო ჩვენს მიმართ არამედ იგივე რუსეთის მიმართაც ეხლა რიჩარდ ნოლანდი გახსოვთ ალბათ მე ხა წარმოგიდგენთ ამ ადამიანს რომელიც აი რიჩარდ ნოლანდი იყო ამერიკის ელჩი საქართველოში და ეს ადამიანი იქნება რუსეთში ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებისა. სხვათა შორის ძალიან დადებითი მისია შეასრულა ნოლანდმა 2012 წელს იყო ეს ადამიანი ელჩი და ამ ტრამპი აპირებს რომ აი სწორედ ნოლანდი გაუშვას რუსეთში ელჩად. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს თუ კი ელჩების ისტორიას გადავხედავთ, აი ყველაზე ნორმალური ელჩი და ყველაზე აი ესეთი საღად და აი სახელმწიფოებრივად და საქართველოს მიმართ რა ვიცი კეთილის რახვები ქონდა და ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა იყო რიჩარდ ნოლანდი. და ეს ელჩი ახლა რუსეთში ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ხვალ გუში რაც იყო, ის აღარ იქნება. დაალაგდება სიტუაცია არა მარტო საქართველოსა და ამერიკის შორის, არამედ რუსეთთანაც აი ეს მწვავე ურთიერთობები რაც იყო, ისიც წარსულ ჩაბარდება და ეს ჩვენზეც აისახება რა თქმა უნდა.